მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი მოსალოდნელ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. ხელისუფლების მთავარი არგუმენტი, რომ გამრიცხველიანება უკანონო კრიპტომაინინგის აღკვეთის საშუალება ადგილობრივების ნაწილისთვის გაუგებარია. მათი თქმით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სამართლებრივი მექანიზმებით უნდა წარიმართოს და უმჯობესია ის კონკრეტული პირები გამოვლინდნენ, რომლებიც უკანონო მაინინგით არიან დაკავებული. გამრიცხველიანება იმისთვის, რომ მაინინგი აღიკვეთოს, არ ტოვებს მაინც სერიოზულ შთაბეჭდილებას და გასაგებია, რომ აქ არ არის მაინც და მაინც დანაშაულის აღკვეთაზე საუბარი, არის უბრალოდ გამრიცხველიანება მიზანი. რა თქმა უნდა, რომ არსებობს უკმაყოფილება, იმიტომ რომ რეგიონი, სადაც წელიწადში 6 თვე არის ცივი, ზამთარია ფაქტიურად და რომლისთვისაც ელექტროენერგია არის ერთადერთი საშუალება გათბობისთვის, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ სვანეთი არ არის გაზიფიცირებული, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ამასთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. ადგილობრივი მცირე ბიზნესისა და მაცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია გამრიცხველიანების დაწყება იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტს გაზი არ აქვს და ზამთარში გათბობის ერთადერთი საშუალება ელექტროენერგიაა. ადგილობრივი მცირე ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი განმარტავს, რომ მესტიის მოსახლეობისთვის უფასო ელექტროენერგია არა პრივილეგია, არამედ მკაცრი კლიმატური პირობების ფონზე გადარჩენის ერთადერთი გზა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მუდმივმა წყვეტამ ტურიზმის სექტორი საკმაოდ აზარალა, ენერგოკომპანიის დაპირება, რომ გამრიცხველიანების შემთხვევაში ენერგომომარაგება სტაბილური გახდება, ადგილობრივებში ნდობა არ იწვევს. სკეპტიკურები გავხდით ჩვენ რეგიონში დაპირებების მიმართ და ესეც სანამ არ დავინახავთ შედეგს, რომ ნამდვილად გამოიცვალა ეს ძველი ელექტროინფრასტრუქტურა და ნამდვილად პრობლემა მოგვარდა, მანამდე აი ამ რაღაც დაპირებებს, რომ ესე იქნება და აღარ იქნება შეფერხება, უბრალოდ აღარ დავიჯერებთ. ერთადერთი გზა, რითიც მოსახლეობის შენარჩუნება ხერხდებოდა ამ რეგიონში იყო იმით, რომ ელექტროენერგია იყო უფასო. თუ აღარ იქნება უფასო და თუ უნდა გამრიცხველიანდეს და ყველამ უნდა იხადოს დენის გადასახადი, რა თქმა უნდა, ესეც ამაზე არავის არ აქვს ესე ცალსახად საწინააღმდეგო აზრი. უბრალოდ რეგიონში რომ ყოფილიყო გაზიფიცირება მომხდარი ამდენი ხნის განმავლობაში, საერთოდ აღარ იქნებოდა ეს პრობლემა. იმის ფონზე, რომ სვანეთში არ არის ბუნებრივი აირი, ეს ყველას ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის ხოლმე და გონიათ, რომ რაღაცა უბრალოდ ახირება, რომ არ არის გადასახადი და რეალურად ადამიანებს არ ჭირდებათ გარკვეული შეღავათი ელექტროენერგიაზე. რეალურად ჭირდება სვანეთს ეს შეღავათი, იმიტომ რომ არ გვაქვს ბუნებრივი აირი. რაც ძალიან დიდი წინააღმდეგობაა და პირდაპირ სტანდარტული ტარიფით გამრიცხველიანების შემთხვევაში ფაქტობრივად ზამთრის სეზონი მესტიაში უკვე გახდება, არ ვიცი, შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის და რა პირობებით დაიწყება გამრიცხველიანება, ენერგოპრო ჯორჯია შეფასებით მესტია იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც საქართველოს 15 მუნიციპალიტეტი ერთად. 2025 წელს მუნიციპალიტეტის მოხმარება კიდევ 7%-ით გაიზარდა, რაც მიმწოდებელი კომპანიის შეფასებით გადამცემი ქსელების გადატვირთვას და ავარიული გათიშვების გახშირებულ შემთხვევებს იწვევს. სემექში კი მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა გარდაუვალი იყო, რადგან ელექტროენერგიის ჭარბი და უნაზღაურებელი მოხმარება პირდაპირ აისახება როგორც ენერგოკომპანიაზე, ისე სამომხმარებლო ტარიფზე. როდესაც დასრულდება აღრიცხვისიანობა, მოწესრიგდება სრულად მესტიას მუნიციპალიტეტში აღრიცხვის პროცესი, ენერგოპრო ჯორჯიას ექნება შესაძლებლობა რეაბილიტაცია ჩაატაროს ქსელის, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ამ მდგომარეობაში, როდესაც გადატვირთით მუშაობდა ქსელი, თავისთავად საჭიროებს რეაბილიტაციას და ეს ყველაფერი დადებითად აისახება. შემცირდება მოხმარებული შემცირება ნიშნავს ნაკლები ელექტროენერგიის შესყიდვის აუცილებლობას, ენერგოკომპანიის მხრიდან შემცირება დანაკარგები ქსელში, როდესაც გაუმჯობესდება ქსელის მდგომარეობა, ესეც რასაკვირველია დადებითად აისახება დანახარჯებზე და საბოლოო ჯამში საბოლოო მოხმარებას. რეგიონის გამრიცხველიანების აუცილებლობაზე საუბრობს ენერგეტიკოსთა ნაწილიც. მათი განმარტებით ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარება რეგიონის ენერგოსისტემას კოლაფსის წინაშე აყენებს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, რომ ქსელი მესტიაში ამჟამად 4-ჯერ მეტი დატვირთვით მუშაობს, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო. გამრიცხველიანება კი ქსელს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ერთ სულ მოსახლეზე რომ გადაიყვანო დაუშვათ მოხმარები, სადღაც 13,000 კილოვატ-საათია. ცოტას და ნორვეგიას გავუძლებთ.
აი აქედან გამომდინარე, როცა საქართველოში 3500 ნატრობთ და 5000-მდე ბულგარეთამდე გვინდა მივახციოთ. ანუ კატასტროფულად უზარმაზარი მოხმარება აი ამ რეგიონისათვის, ძალიან დიდი. გამრეცხველიანება და ადმინისტრირება და სერიოზული ადმინისტრირება ამ პრობლემას მეტწილად მოაგვარებს. რაც შეეხება ინვესტიციებს, ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ ენერგოპრო ჯორჯიას დამატებითი ფინანსების მოძიება დასჭირდება, სემეკმა და კომპანიამ პრიორიტეტი მესტიას უნდა მიანიჭონ და სხვა რეგიონებში დაგეგმილი ჭკვიანი მრეცხველების მონტაჟი მესტიის მუნიციპალიტეტისთვის გადაიგეგმოს. ინვესტიციები უკვე შეითანხმა სემეკმა. ამ ინვესტიციებში ერთ-ერთი სერიოზული პუნქტი არის ჭკვიანი მრეცხველების დაყენება. ანუ გამრეცხველიანების პროცესი ისედაც მიმდინარეობს ენერგოპრო ჯორჯიასა და თელასის მიერ. ეხლა მე არ ვიცი რა გეგმები აქვს და როგორ გეგმები აქვს, მაგრამ თუ რაღაც პრობლემები შეიქმნა, მე მიმაჩნია რომ გარკვეულწილად შეიძლება სხვა რეგიონების გამრეცხველიანების პროცესი შენელდეს, ან შეჩერდეს და მესტია ავიღოთ პირველ ადგილზე, თუ ვერ მოხერხა დაუშვა დამატებითი ინვესტიციების გამოძიება ან დამატებითი ფინანსების მოძებნა. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა ისიც, რომ ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია გარკვეული ლიმიტის ფარგლებში კვლავ უფასო იქნება, ხოლო მათ, ვინც ლიმიტს გადააჭარბებს, ტარიფის გადახდა მოუწევს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი BMG-სთან აცხადებს იმასაც, რომ სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიას კვლავ უფასოდ მიიღებენ, თუმცა რამდენად დაზუსტებულია ეს საკითხები და რა შეღავათიანი პირობები იქნება შეთავაზებული მოსახლეობისთვის, ჯერჯერობით კვლავ უცნობია.